Vāclis უკან არ ქონდა შუქი, მთელ კორპუსის მოსახლეობას შუქი არ ქონდა და შევიძინეთ ჩვენი თანხით ტრანსფორმატორი, რომელიც ავდიდა 5 წელი ფუნქციონირებდა. მე აგვიხსნეს ეს ტრანსფორმატორი და შენახული გვაქვს ჩვენ როგორც ჩვენი კერძო საკუთრება, იმიტომ რომ ჩვენი ფულით არის შეძენილი. ზოგმა ისესხა, ზოგმა ბეჭედი გაყიდა და ისეთი სიმწით არის ნაყიდი და ახლა მოდის ელექტროკომპანია და მიაქვთ ეს ტრანსფორმატორი. ვითხოვთ რომ ახლა ჩვენი ფული დაგვიბრუნო, რომელიც დავხარჯეთ ამ ტრანსფორმატორის შეძენაში. 5000 ლარად არის ნაყიდი, 80 ლარი მოვაგროვეთ თითო ოჯახმა. არავინ არ გვეკითხება ახლა ჩვენ გვეგონა რომ ეს იყო ჩვენი საკუთრება, რახან ჩვენ შევიძინეთ. ახლა გვინდოდა ამ ფულის ეზოს შემოკავება რო გაგვეკეთებინა ბავშვებისთვის. ახლა ჩვენ მაგა წინააღმდეგობა რო გავუწიოთ ეს ამას რომ მაინც წაიღებენ, ეს არის ჩვენი ნებართვის გარეშე მიაქვთ, მოსახლეობის ნებართვის გარეშე. პოლიცია გუშინ იყო გამოძახებული, იყვნენ მოსულები. ახლა დღესაც წინააღმდეგობას თუ გავუწიეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მთავრობას წინ ვერ აღუდგებით, რაც არ უნდა ვქნათ და მაინც წაიღებენ, მაგრამ ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამის. ამჟამად მოსახლეობას ელექტროენერგია მიეწოდება. ეს ტრანსფორმატორი არის ენერგოპროს ბალანსზე, ანუ კომპანიის კუთვნილება. საჭიროებისგან გამომდინარე ჩვენ გადაგვაქვს ეს ტრანსფორმატორი. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე არჩება. მათ შეუძლიათ მიმართოთ ჩვენ იურიდიულ განყოფილებას, გამოიწვიონ ყველა საფუძვი და დარწმუნებული ვარ, კონკრეტული პასუხი გაეცემა მათ მოთხოვნებს. რა თქმა უნდა, კომპანიას ექნება და აქვს დამადასტურებელი დოკუმენტაცია იმისი, რომ ეს ტრანსფორმატორი არის მის ბალანსზე. მაშინ განუკითხაობა იყო, იცით რა სიტუაცია იყო 8 წლის წინ. ჩვენ მოვაგროვეთ ფული, მოგთხოვეს ამდენი ფული, მივეცით და მოიტანეს ტრანსფორმატორი. აფხაზეთიდან არის ეს გადმოტანილი. ასეთი ვერსია იყო მაშინ. ხო და ეხლა თვითონაც მოიტანონ ის საბუთი. ეს არის აქ თუ არა ბალანსში და მოიტანონ საბუთი თვითონაც. მოწმეები აგერ 50 ოჯახი ყველა დაემოწმება აბსოლუტურად ამას.